Diana Abbott ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისთვის იბრძვის 20 წლის წინის ბრიტანეთის პარლამენტის პირველი შავკანიანი წევრი გახდა. მე აქ ვარ, რათა ლეიბორისტული პარტიის წარმატებას ხელი შევუწყო. ბოლო 13 წლის განმავლობაში ლეიბორისტული პარტიის მართვის სადავებთან ჯერ ტონი ბლერის შემდეგ კი გორდონ ბრაუნი იდგნენ. 6 მაისის არჩევნების შემდეგ მათ კონტროლი დაკარგეს. აბოტის თქმით, შავკანიანი ქალის სათავეში, როგორც პარტიისთვის, ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ბრიტანეთში, რომელიც ასეთ შეცვლილი და განსხვავებულია მრავალფეროვნებას პოლიტიკის მწვერვალებიდანაც ელიან. აბოტი ერთ-ერთი 6 მაისის აფრიკული და აზიური წარმოშობის 27 ადამიანიდან, ვინც ბრიტანეთის პარლამენტში აირჩიეს გასული წლების მონაცემებთან შედარებით, ეს თითქმის გაორმაგებული რაოდენობაა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, ამბობს აშოკ ვისტავანატი, ჯგუფ შავკანიანთა ხმის წარმომადგენელი. მთლიანობაში უკანასკნელი არჩევნებისას ელექტორატის აქტივობამ 61-დან 65%-მდე მოიმატა. რაც შეეხება შავკანიანთა უმცირესობის ელექტორატს, აქ აქტივობამ 45-დან 55%-ს მიაღწია. იანვარში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა ცხადყო, რომ ბრიტანეთში შავკანიან ახალგაზრდათა თითქმის ნახევარი უმუშევარია. წელს ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების ელექტორატმა ფაქტობრივად ხმა მისცა ამ მდგომარეობის გამოსწორებას, ამბობს ვისტავანატი. ნათელი იყო, რომ შავკანიანთა ეთნიკურ საზოგადოებებში ხვდებოდნენ, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი საკითხი იყო, რომლის შეცვლაც და მოგვარებაც ღირდა და ის, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებდა, მათი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებდა. ანტონ კალო 20 წლის სტუდენტია, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა პირველად მიიღო. მან აღნიშნა, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე სულ უფრო მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის გამოჩენას. თუ შენ პოლიტიკა არ გაინტერესებს, გინდა ამ პოლიტიკურ წრეებში ვინმე შენიანს მაინც ხედავდე, რომელიც შენთან ახლოს იქნება ფერით, სოციალური კლასით ან სქესით მაინც. მისივე თქმით, პარლამენტში უმცირესობების მოხვედრა დადებითი და მისაბაძი მაგალითია. Diana Abbott ამბობს, რომ თუ მისი ლიდერობის სურვილი წარმატებას ვერ პოვებს, ის ხებს მაინც შთააგონებს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს პრემიერ-მინისტრი გავხდები, დარწმუნებული ვარ, თუ რამეს მოინდომებ და ამ მიზნის მიღწევაზე იმუშავებ, აუცილებლად გამოგივა. Abbott იმედოვნებს, რომ მისი გეგმა წარმატებული აღმოჩნდება. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.